ოლიმპიადა 2016 დასრულებულია 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო ქართველმა სპორტსმენებმა საერთო ჯამში 7 ოლიმპიური медаლი მოიპოვეს. შედეგი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ასპარეზობად შეიძლება მივიჩნიოთ. 7 მეტლით ლონდონში გამართული ოლიმპიადის შედეგები განმეორდა, თუმცა წელს ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე ერთით მეტი ოქროა. ოლიმპიადის დახურვის ოფიციალურ ცერემონიას საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. წვიმის და სამბა შტორმით დასრულდა რიგით 31 ოლიმპიური თამაშები. მარაკანას მოედანზე შოუ 3 საათს გაგრძელდა. დახურვის ცერემონიის პირველი ნაწილი ცეკვით დაიწყო. მოცეკვავეებმა სცენაზე ბრაზილიის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები წარმოადგინეს, მათ შორის ქრისტეს ცნობილი ქანდაკებაც. ბავშვთა ანსამბლმა ბრაზილიის ჰიმნი შეასრულა, რომლის შემდეგაც ეგრეთ წოდებული სპორტსმენთა აღლუმი დაიწყო. მოედანზე ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებმა, რომლებიც უკვე აღარ იყვნენ ერთმანეთის კონკურენტები, საკუთარი ქვეყნის დროშებით ჩაიარეს. ცერემონიის კულმინაცია იყო ფერადი შოუ, ფოიერვერკით და ცეცხლოვანი ბრაზილიური ცეკვები. ადამიანებს შორის დღეს მე ყველაზე ბედნიერი ვარ. რიო 2016 საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ამ სიტყვებით ოლიმპიადა წარსულს ჩააბარა და გზა იაპონიას დაულოცა, რომელიც 2020 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ცერემონიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი სწორედ ოლიმპიური დროშის გადაცემა იყო. ის ტოკიოს გუბერნატორმა ჩაიბარა. ამის შემდეგ იაპონელებმა თეატრალიზებული შოუ დადგეს, რომელიც საკმაოდ მხიარული აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრი სიძო აბე კომპიუტერულ თამაშ მარიოს კოსტიუმში გამოჩნდა. ოლიმპიადაში მონაწილეობას 207 ქვეყანა იღებდა, მათგან მედლები მხოლოდ 78-მა მოიპოვა. საქართველოს ოლიმპიადაზე 40 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ქართველები რიოდან 7 მედლით დაბრუნდნენ. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ერთად დავიდა 2 ქართველი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე. ტალახაძესთან ერთად ოქროს медаლი ქვეყანას თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილმა მოუტანა. ვერცხლის медаლი რიოდან ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანს მოაქვს. ბრინჯაო კი ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძეს, ძალოსან ირაკლი თურმანიძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს. 18 წლის სალომე ფაჟავაკი საქართველოს ისტორიაში მეორე მხატვრული ტანმოვარჯიშეა, რომელმაც ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.